პირობები შეიქმნა. წერილის ხასიათიდან და გარდა ამისა ბოლო ნახევარი წლის მანძილზე თვითონ ღარიბაშვილის ქცევიდან რომ მას პრინციპში ამ ნაბიჯის გადადგმა არ უნდოდა პოლიტიკური ამბიციები ასე ვთქვათ არ აწუხებდა, იმიტომ რომ ჯერ კიდე შარშან იყო საუბარი ის რომ შექმნის ადგილობრივი არჩევნების წინ თუ მერე პარტიას თუ არ შექმნის. ფაქტია რომ ის ამ ყველაფერს გაერიდა, წავიდა ციხეზეც, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ გადაწყვეტა ამ ადამიანის ბოლომდე გასრესა და ბოლომდე მასზე ფეხის შეწმენდა. ეს არის იძულებითი ნაბიჯი. პირდაპირ იკითხება ამ წერილში, წერია კიდევაც, მაგრამ რომც არ ეწეროს წერილის ხასიათი ამას აჩვენებს, რომ ეს არის იძულებითი ნაბიჯი. რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტა მისი, აი რა ვიცი, ბუზივით გასრესა და ოჯახსაც ახსენებს ის. აი რა ვიცი, უნდა მეთქვა რომ დაახლოებით ისეთი სიუჟეტია, როგორც სიცილიურ მაფიაში მეთქი, მაგრამ სიცილიურ მაფიას, ვისაც რაიმე კინოს დონეზე მაინც წაუკითხია, ესეთი წესი მაინც აქვს, რომ ოჯახზე არ ვრცელდება არასდროს შურისძიება. ივანიშვილი ეს არის უფრო ბესპრეძელი, რომელსაც არ აქვს ასეთი ტიპის შეზღუდვები და ჩემი აზრით ირაკლი ღარიბაშვილისთვის ფაქტორი, რამაც გადაეწყვეტინა ამ დუმილის დარღვევა, არის ის, რომ შეეხენ მის ოჯახსაც. როგორ და რა ფორმით შეეხენ, ეს ჩვენ არ ვიცით, ამაზე ის დღეს ან ისაუბრებს თავის წერილში, ან არ ისაუბრებს, მაგრამ საომავლოდ ალბათ არაფერი არ დაიმალება. უბრალოდ ძალიან ხშირად ვიკადარებენ ხოლმე ერთმანეთს და თითქოს რაღაცა ამითი მორალური უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ ხოლმე ქოცები, რომ ნუ აი კი არის ეხა ჩვენი ხელისუფლების დროსაც რაღაც დარღვევები, მაგრამ ისე ხო არ იყო, აი როგორც წინა ხელისუფლების დროს რო იყო, ისეთი საშინელება ხო არ ხდება. ზუსტი ანალოგია ალბათ ეხა ყველაზე მეტად მსგავსი შემთხვევა, რაც შეიძლება ღარიბაშვილზე გაგვახსენდეს, ჩვენ ეს არის ოქროაშვილის ისტორია. და მაშინაც მახსოვს ეხა რაც ვოლსკიმ გააკეთა ეგეთი უთავმოყარეო განცხადებები, მაშინ ოქროაშვილის ყოფილი თანაგუნდელებიც აკეთებდნენ, უბრალოდ მე არ გამიგია და შეუძლებელია მაშინ თბილისში მომხდარიყო და ჩვენ არ გაგვეგო, რომ ოქროაშვილის სახთან ვინმე მისულიყო და ოჯახი ეგინებინა და მისი ცოლშვილი ეგინებინა, რაც ჩვენ გავრცელდა თქვენ ახზე იყო ინფორმაცია გუშინ მოხდა ღარიბაშვილის სახთან. ანუ ამით მინდა ვთქვა, რომ იმ ადამიანებს, ვინც აი რაღაცნაირად ამ თავს იმართლებენ ხოლმე, რომ ნაცებს გადაასწარით, არა მარტო იურიდიულ უკანონობაში და კრიმინალში, არამედ არაკაცობაშიც, იმიტომ რომ დაჭერილი კაცის ოჯახთან მისვლა და გინება, ეს არის ის, რაც ნაცს და იმას რა ქვია, ნაცის წინამთავრობებს კი არა, რასაც კრიმინალი არ კადრულობს, რასაც არ ვიცი, აი არანაირი სეგმენტი არ კადრულობს ამ ქვეყანაში ყოველ შემთხვევაში და აი მოიძებნა სეგმენტი საქართველოში აი ეგეთი სეგმენტი, რომელსაც ეს მორალური ზღვარიც არ აქვს, რომ დაჭერილი ღარიბაშვილის ცოლსვილს მიუვარდით და აუტეხეთ ხმაური. ეს საქართველოში პირველი ვინც გააკეთა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს არის ქოცი, ახალი ტიპის ქართველი, რომელიც აი სათბურში გამოიყვანა ბიძინა. ან თქვენ ფიქრობთ, რომ რეალური არის საფრთხე ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რაზეც არის საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ მოვისმინეთ ახლა საპასუხო განცხადებები, სხვათა შორის ამაზეც მინდა კითხოთ. კობახიძის პასუხი მოვისმინეთ ჩვენ, რომელმაც თქვა, რომ პრობლემა არის ღარიბაშვილის ეს წერილი და არათავად გუნდის. როგორ აღიქვამთ თქვენ ამ პასუხს? ფიქრობთ თუ არა, რომ ეს იყო ივანიშვილის გზავნილი ღარიბაშვილს კობახიძის პირით? კობახიძის დღევანდელი განცხადება ეს იყო პრინციპში აღიარებითი ჩვენება. ამას ნებისმიერი იურისტი, გამომძიებელი ფსიქოლოგი თუ გინდათ, მის გზავნილში რა იკითხებოდა? ასე გინდა? ეხლა ნახე უარესი. პირდაპირ ჩანდა ეს, რას ქვია ღარიბაშვილისთვის იქნება უარესი? გააკეთა ადამიანმა განცხადება, უარესი რა უნდა იყოს. მუქარი შემცველი. ეს არის რა თქმა უნდა ცალსახადა მუქარა და ეს ადასტურებს იმას, რომ რაც ღარიბაშვილის განცხადებაში იყო, რომ მას ემუქრებიან რაღაც პირობებით, ეხლა დეტალები მას ჯერ არ აქვს გახსნილი, მაგრამ რაღაც პირობების დადგომის ან არ დადგომის შემთხვევაში ახალი ბრალის წამოყენებით, კობახიძემ ეს დაადასტურა ახალი ბრალი. მან თქვა, რომ აი ეხლა ეს კიდევ უფრო გააუარესებს მის მდგომარეობას და ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე მინიმუმ და მათთან ერთად რა თქმა უნდა გენერალური პროკურორი გვარაკიძე და სხვები ეს არის ხალხი, რომელიც უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. 99% ვიკა ამას ნებისმიერი გეტყვის, რომ ღარიბაშვილის გუშინდელი წერილი ჩვენ არ ვიცით ის აწირას გაავრცელებს და რაღაც ფაქტებს მოყვება თუ არა, მაგრამ მარტო გუშინდელი წერილი არის დასტური იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე ორივე არის კრიმინალი, რომელიც იყენებს თავის ზეგავლენას, პროკურატურას ზეგავლენის ვაჭრობა არის მუხლის სისხლის სამართლის კოდექსში და აიძულებს პროკურატურას, რომ თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ბრალი წაუყენონ. ეს ისედაც ყველამ ვიცით საქართველოში, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის პირდაპირ იურიდიული მტკიცებულება ღარიბაშვილის ჩვენება. 1% თუ ჩავთვლით, რომ დაუშვათ ესე არ არის. აი, ყველაზე უიმედო ქოცების გასაგონად, რომ დაუშვათ ღარიბაშვილი ტყუის. ასეთ შემთხვევაში ეხლავე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის
საქმე. დაინიშნოს სპეციალური პროკურორი და არა ეს კოცების ხურმოჭრილი პროკურატურის რომელიმე პროკურორი, უნდა დაინიშნოს სპეციალური პროკურორი, იურისტი, რომელსაც ექნება ოპოზიციის ნდობა და თვითონ უნდა ეხვეწებოდნენ როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, რომ მიდი გამოიძია ეს საქმე. ადამიანი ამბობს, პატიმარი სულ ღარიბაშვილი კი არა. სულ რო ჩვეულებრივ ჯიბგირობაზე დაჭერილი ადამიანი იყოს და თქვას ეგეთი რაღაცა, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და მით უფრო ამის შესახებ საუბრობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი. და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის საუბრობს, რომ იღებს ივანიშვილი გარანტიას მისგან აღიარებით, რომ ის პოლიტიკაში არ შებრუნდება, აქ ბუნებრივად ჩდება კითხვა, რაში სჭირდება ეს ივანიშვილს. ჩვენ გვინახავს ღარიბაშვილი გარიდებული პოლიტიკას, მაგრამ ის იყო მორჩილი ივანიშვილის და მას არ გასჩენია თავად სურვილი პოლიტიკაში შემოსვლის, სანამ მას არ დაუძახეს. აი აქ მინდა რომ უფრო მეტი მკაფიობა და თქვენი გეთანხმები ეს კონკრეტულად ეხა ღარიბაშვილის დაბრუნება და გამოსვლა პოლიტიკაში ცალკე აღებული, მეც შეიძლება ეხა თქვენს ასე ვთქვათ ფიქრებს გავყვედა და გეთანხმოთ, რომ ეს შეიძლება არ იყოს იმ რისკის მატარებლები, რომლის გამოც ესეთი სპეციოპერაციის ჩატარება ღირდეს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ეს იქცის ხელისუფლებამ შეიძლება კიდევ ვიღაცა მიცოდეს, რომ ამ ხელისუფლების თავზე ღრუბლები იკრიბება და ყველა ელოდება, რომ შემოდგომაზე რაღაცა მოხდება. და ამ რაღაცაში შეიძლება, რა თქმა უნდა, ღარიბაშვილის განცხადება იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, გარდა ამისა, ვიკა, ყურადღებას მივაქცევ, რომ შეიძლება ღარიბაშვილის მიერ ცალკე აღებული პარტიის შექმნა კი არ არის ისეთი რისკი ხელისუფლებისთვის. მაგრამ ღარიბაშვილი ყველას ნუ დაგაუწყდება, რომ ეს არის ოქროს მოწმე. აი, რასაც უწოდებენ მაფიის შემთხვევაში, რომ ოქროს მოწმე ერთმა-ორმა ადამიანმა იცის ჩვენებები, ირაკლი ღარიბაშვილი არის ოქროს მოწმე, ბიძინა ივანიშვილის მაფიოზური კლანის შესახებ, მაინც ის ყველაფერი როგორ მოკლეს ეროსი კიცმარიშვილი შეიძლება ფლობდეს ინფორმაციას, როგორ ხდებოდა შეკვეთილი თავდასხმები, როგორ ხდებოდა ბიუჯეტის ფულების განაწილება, როგორ ხდებოდა შავი ფულის განაწილება, როგორ ხდება კონტრაბანდიდან შემოსული ფულების განაწილება, შავი სალარო ქართული ოცნების. ირაკლი ღარიბაშვილი პრაქტიკულად არის ადამიანი, რომელმაც შეიძლება თითოეულ ამ ეპიზოდზე იცოდეს ძალიან ბევრი რამ. ამიტომაც ცალკე აღებული პარტიის შექმნა, მაგრამ თუ გავიხსენებთ ირაკლი ოქროაშვილის ნაბიჯი რატო იყო 2007 წელს ასეთი დამანგრეველი წინა ხელისუფლებისთვის, მარტო იმიტომ კი არა რომ მან ოპოზიციური პარტია ჩამოყალიბა. არამედ გახსოვთ რომ მანამდე ამ პარტიის შექმნამდე რამდენიმე საათით ადრე ის გამოვიდა და ჩამოთვალა ყველაფერი იმ ორგანიზებული დანაშაულის და ხელისუფლების კავშირის შესახებ, რომელიც შეიძლება ისედაც ყველა მიცოდა, მაგრამ მოწმის ჩვენებას აქვს სხვა ძალა და ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია მისცეს ასეთი ჩვენება და დარწმუნებული ვარ რომ ეს დღე ადრე თუ გვიან მაინც დადგება, რომ ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ ცუდი მართველი კი არ არის ამ ქვეყნის, ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალური ორგანიზებული მაფიოზური კლანის მეთაური, რომელიც ისევე როგორც თავის დროზე ჯაბა იოსელიანი, ეხლა ისტორიული ჩვენი ბედუკუ ღმართობის გამო მოექცა სახელმწიფოს სათავეში. ანუ ღარიბაშვილი არის პრობლემა როგორც მამხილებელი, არა როგორც ზუსტი პარალელი არის ირაკლი რომელიმე პარტიის ლიდერი თუნდაც. პარტიის ლიდერიც ეხლა ირაკლი ოქროაშვილიც შემდგომ უკვე როდესაც ამ ამხილებელი ჩვენების შემდგომ გახდა პარტიის ლიდერი, გახსოვთ რომ ეს გახდა მე ტრიგერი, რამაც მიგვიყვანა 7 ნოემბრამდე და ეხლა ირაკლი ღარიბაშვილს ყავს თავისი მომხრეები, როგორც მინიმუმ ქართული ოცნების შიგნით ყოველ შემთხვევაში ყველაფერი შედარებითი არის და ახლა კობახიძეზე მეტი რეიტინგი დღესაც ექნება კოცებში. აი ამაზე მინდოდა მეკითხა, გრძნობს თუ არა აქ საფრთხეს ელექტორალური თვალსაზრისით ივანიშვილი ღარიბაშვილისგან. ჩვენ მუდმივად რაღაცნაირად საუბრობთ, სულ მესმის ყოველთვის, რომ ოცნების ამომრჩეველში ღარიბაშვილს აქვს რაღაცა ტიპის რეიტინგი, ნაწილი მიიჩნევს, რომ რაღაც მითიური დამოკიდებულება ამის მიმართ. თქვენი მოსაზრება მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. რამდენი სახიფათო შეიძლება იყოს ამ მიმართულებით ღარიბაშვილი მე არ მგონია ეხლა რომ ზოგადად თუ ქართული კოცი თუ შეხვედრი ალბათ შეენს მეც და ყველა ვიცით ეს არის ყველანაირი პრინციპებისგან და სიმპათიებისგან დაცლილი ტიპაჟი მე ვინც მინახავს ბიძინა ივანიშვილმა რო თქვას რომ კობახიძე არის კარგი და ღარიბაშვილი ცუდი დაწერენ იმას რასაც დღეს წერენ და 2 წლის წინ შენ გახსოვს ამ ქვეყანაში მინიმუმ 100,000 კოცი იყო ვისაც პროფილზე ეყენა რაღაცა ღარიბაშვილი ჩემი პრემიერი არის ხო ანუ კოცი არის ადამიანი რომელიც დაცლილია პირადი სიმპათია ანტიპათია არ აქვს მას აქვს ან ხელფასი გამგეობაში ან ტენდერი აქვს მოგებული ან რაღაცა სხვა ამ ტიპის ინტერესებით ხელმძღვანელობს ამიტომ რო გითხრათ რომ ეხა ღარიბაშვილის რეიტინგის ეშინია მას ივანიშვილს არა უბრალოდ მე ვფიქრობ რომ კობახიძის თავზე შავი მიზეზი შავი ღრუბლები სრულიად სხვა მიზეზით იქუფრება თქვენ გახსოვთ მისი განცხადებები საჯაროდ არის ეს გაკეთებული საიდუმლო არ არის
გაზაფხულზე ის ამბობდა, ასახელებდა მაის-ივნის, როდესაც მოხდებოდა შეერთებული შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვა. მან განაცხადა ეს პირადად. ბიძინა ივანიშვილისთვის დღეს მთავარი პრობლემა არის, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატებთან ურთიერთობა და შესაძლო პირადი სანქციები. ხა იმედის და პოზიტივის დასანქცირებას ასე თუ ისე გაუძლეს და რაღაცა კონვერტებით აძლევენ ფულს, მაგრამ თუ ეს სანქციები გავრცელდება მის პირად ქონებაზე და საბანკო სექტორზე, ამას რა თქმა უნდა რეჟიმი ვერ გადაიტანს. ამიტომ ეს არის მისთვის ყველაზე უფრო საშიში წერტილი და ყობახიძემ გასცა ეს გარანტია, არ ვიცი, ეთყობა იმის გამო, რომ თავისი სკამის გადარჩენა უნდა და პირდაპირ ეთერში გვაქვს, ხო ნანახი? მაის-ივნისში თქვენ ნახავთ ამერიკასთან გადატვირთულ ურთიერთობებს, მაგრამ დღეს ვნახეთ ბრიფინგი გეორგიევსკის ტრაქტატზე, იმიტომ რომ ყობახიძის გეგმამ არ იმუშავა, რაღაცა როგორ გეგმავდა ამ გადატვირთვას, ფაქტია რომ ეს ჩაფლავდა, ამიტომაც ძალიან მაღალი ალბათობით ვინც იცნობს და ნუ ყველა ერთად ვიცნობთ ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილს, ყობახიძეს ის უბრალოდ მოისვრის როგორც თქვათ, ეხლა 400 ლარიანი ჯარიმით რო არ დაგვეჯარიმონ ისე გამოყენებულ პაიკს. კი ბატონო, და მე გეორგიევსკის ტრაქტატზეც მინდა უცებად კითხოთ, როგორ უნდა აღვიქვათ ეს განცხადება, მინდა რომ ეს თემა ამოვწურო. ანუ ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ივანიშვილს მიიჩნევდა მას ერთ-ერთ ერთგულ კადრად, ოჯახის წევრად, რაც გინდათ ის დაარქვით, ამ ტიპის დამოკიდებულება ქონდა ღარიბაშვილთან მიმართებაში. თავის გუნდში. ყველას მიიჩნევს ადამიანად ბიძინა ივანიშვილი არ თვლის თავისი გუნდის არც ერთ წევრს. ხო, თუმცა რაღაცნაირად განსაკუთრებით პოზიციონირებდა ჩვენ გვახსოვს მისი შვილების დამოკიდებულება, ბერა ივანიშვილის და ღარიბაშვილის ეს ცნობილი ჩანაწერი ააშკარავებს რა ტიპის დამოკიდებულება შეიძლება ჰქონოდა მას ოჯახთან, რას ამბობს ეს ამბავი, რომ პირადად ემუქრება, ღარიბაშვილი მიიჩნევს ასე ყოველ შემთხვევაში აღიქვამს, რომ მას პირადად ემუქრება ივანიშვილი, რას ამბობს ეს ივანიშვილის ასე ვთქვათ მართვის მოდელზე და რა ტიპის გზავნილია დღეს ქართული ოცნების მოქმედი წევრებისთვის. მე რო გითხრა გულწრფელად ეხა ივანიშვილი რო ამას კადრულობს, ეს ჩემთვის მოულოდნელი არის. მაგრამ ეს არის თუ არა რაღაც ტიპის მესიჯი, რომელიც დამაფიქრებელი შეიძლება იყოს გუნდის წევრისთვის. ეხა რა გინ ჩვეულებრივი მაფიოზური კლანია. კოზა ნოსტრა არის ხელისუფლების სათავეში, მაგრამ რა აქცენტით შენ გინდა დასვა გეთახმები, მაგრამ მე უფრო მეტად რას ვიტყოდი, იცი ვიკარო. ეხა ამ დამოუკიდებელ საქართველოში რო ვთქვათ, რომ აი თუ გამსახურდია საერთაშორისო ისეთი მთავრობა გვყავდა, რომელიც დიდად პრინციპებს და ფასეულობებს მიყვებოდა, შეიძლება არც ერთი არ იყო, მაგრამ რაღაცა დაუწერელი, რაღაცა რა ვიცი, შიდა ქართული ქალაქური კანონები მაინც არსებობდა. ივანიშვილზე უფრო მეტად აი ჩემთვის იყო გულისამრევი, პირდაპირ ვიტყვი დღეს თვითონ დანარჩენების კომენტარები, გუნდის წევრები, რომლებსაც ესე იგი ღარიბაშვილის სადღეძელო რამდენჯერ ექნება ვოლსკის ფეხზე დამდგარს დალეული და კიდე დანარჩენები. და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა სეთურმა და მოსასპობმა თაბაგარმაო, რომ აი ადამიანები, რომლებიც გვახსოვს ჩვენ ირაკლი ღარიბაშვილს, ესე იგი როგორ ეტენებოდნენ მის კაბინეტში მოსახვედრად, როგორ ესე იგი ჩალიჩობდნენ, ზარებს აკეთებდნენ, დღეს ერთი ქოცი არ გამოდგა, რომელიც იტყოდა, რომ ვერ მივცემ რა ამ კომენტარს. ეს მაინც ქონდა ქართველებს, რომ რაც არ უნდა პოლიტიკური მიმდინარეობის ყოფილიყავი, ნუ იტყოდი, რომ აი ჩემი ახლობელია უბრალოდ და ამიტომ კომენტარი. ალბათ თქვენც ხომ გესმით, რომ ამის უფლებაც არ აქვს გუნდის. ამის უფლება რო არ აქვს, ამას ვიძახი, რომ ყველა ხელისუფლების დროს იყო ეს მომენტი, რომ აი ვიღაცაზე მაინც პირადი მოსაზრებებით გამო შეიძლება პოლიტიკურად არ დაკმაყოფილდა. ეს არის რაღაცა ახალი ჯიფშის ჰომო სოვიეტიკუსი თუ ქართველი, რომელიც დამზადებული იქნა ამ ქოცების ლაბორატორიაში, რომ ვოლსკი გამოვიდა დღეს, აი ვოლსკი გამოვიდა, ნუ კაი დაარჩენები, გინდას დაარჩენები, მაგრამ და ირაკლი ღარიბაშვილზე ისეთი რაღაცები ლაპარაკა, რასაც დაუშვათ მიჩვეული ვართ, რომ ლაპარაკობს ოპოზიციაზე გასაგებია. კი ბატონო, უბადრუკი უწოდა. უბადრუკი ეს ნიშნავს იმას, რომ თვითონ ქოცები უნდა აცნობიერებდნენ და აცნობიერებდნენ კიდევაც, რომ მათი ღირებულება არა მარტო ჩემთვის, შენთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის. ბიძინა ივანიშვილიც მას აი თავის იმაში რა ქვია რო ყავს პინგვინი, იმაზე ბევრად იაფად აფასებს თითოეულ მათგანს პარლამენტის წევრს. სხვათა შორის ასევე უცნაური არის, რომ ღარიბაშვილმა წერილში ახსენა პერსონალურად ივანიშვილი უფრო მოსალოდნელი, კი ბატონო, ეს რას ნიშნავს? უფრო მოსალოდნელი იქნებოდა თუნდაც რომ ეხსენებინა ამ კონტექსტში ყობახიძე, რომელსაც შეყავს შეცდომაში ივანიშვილი, სხვათა შორის ირმა ინაშვილის განცხადებაც მოვისმინეთ, მაბეზღარი უწოდა მან ყობახიძეს და ამ თემაზე მინდა ვთქვა ზოგადად ამ თემასთან მიმართებაშიც ეხლა კონკრეტულად ყობახიძის მაბეზღარ მე რაც ვიცი და რაც მინახავს და რაც წამიკითხავს და გინ საქართველოში გინ სხვა ქვეყნებში აი ეგრო ვიღაცას ლიდერს ვიღაცამ დააბეზღა და მან ტვინი შეუცვალა ეს არის ზღაპარი რატო
ნებისმიერი ლიდერის პრეზიდენტი იქნება მეფე თუ დიქტატორი გვერდი ყოველთვის არის ნორმალური ადამიანი რომელიც მისცემს საღას და ყოველთვის არის ვიღაცა ჭორიკანა და მაბეზღარა რომელიც რაღაცა სისულელეს ეტყვის და ეს არის თვითონ ლიდერის თვისებიდან გამომდინარე და მისი განწყობიდან გამომდინარე რომელს მოусმენს ამიტომ როგორც კობახიძე რა თქმა უნდა მილიონ სისულელეს იძახის და მიუტანა იქ რაღაცა შავი სალაროს განაწილების კალკულაცია ღარიბაშვილზე აუცილებლად იქნებოდა დარწმუნებული ვარ ივანიშვილის გვერდზე ის ადამიანიც რომელიც ეტყოდა რომ არა ეს ასე არ არის მაგრამ მისი ბუნება არის ასეთი და მისი განწყობა არის რაც შეეხება ღარიბაშვილის წერილში ივანიშვილის დასახელებას ეს ტაქტიკურად აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი არის და შეიძლება მაგრამ ძალიან მოულოდნელი ღარიბაშვილისგან ალბათ სასოწარკვეთის რატო გააკეთა თუ ჩავთვლით ამას მაშინ არ არის ეს მოულოდნელი რატო მან თუ ეს გააკეთა თავისი ოჯახის დაცვის მიზნით კი ღმერთმა დაიფაროს და რაიმე რომ მოხდეს მის ოჯახთან მიმართებაში მან იცის რომ მხოლოდ ივანიშვილზე ეჭვის მიტანა არის ის რამაც ის შეიძლება დაიცვას კობახიძეს თუ დაბრალდება ეს რა პრობლემაა იტყვიან თვითონ ვოლსკი გამოვა და იტყვის რომ კობახიძის ბრალი არისო რასაც დღეს ღარიბაშვილზე ლაპარაკობს ხო ვიცით ზუსტად და კობახიძეს მინდა უთხრა ამ ისე 4000 ლარიანი ჯარიმის გამო გამოვტოვებ რაც არის ორ თვეში რასაც ღარიბაშვილზე ლაპარაკობენ და რასაც ღარიბაშვილს უკეთებენ მოგენატრება რომ ის სიტყვები შენზე ილაპარაკონ შენმა დღევანდელმა მინისტრებმა და დეპუტატებმა გაქვთ მოლოდინი რომ ამ მადო რამაში დარწმუნებული კი გაიზიარებს უარესავარაუდოდ კი სავარაუდოდ უარეს სცენარს და მინდა ასევე კითხოთ კი ბატონო და სხვათა შორის იმედის მაყურებელს აქვე ირონიულად ვიტყვი და თან ეს რეალობა საერთოდ მაგალითად არ იცის ამ წერილის არსებობის შესახებ მათ საერთოდ არ იციან რომ ეს წერილი არსებობს და ალბათ დღეს ბრიფინგიდან შეიტყობდნენ რუსუდან დუმბაძე როცა ესაუბრებოდა ირაკლი კობახიძეს თუ არ ჩაჭრეს ეს ნაწილი პროდიუსერები და ამერიკა შევედი ღარიბაშვილის გვერდზე კი ბატონო და მაინტერესებდა ეს პოსტი წამიკითხე და მის ქვევით რაღაც 400 თუ 500 კომენტარი იყო ხა რამდენსაც თვალით გადავალი აი ზუსტად ეს კოცები რაღაც ვირუსია უამრავი ადამიანი წერდა რომ ეს არის ფეიკი ანუ თვითონ ქართული ოცნების ხო ცხოვრობენ რაღაც აი ლენინზე გამიგია ანეკდოტი კი არა ნამდვილი ამბავი არის რომ ბოლოს როცა სიფილისით იყო ავადი და ტვინი არ უმუშავებდა სტალინმა შეუკვეთა სპეციალური პრავდა რომელიც არ გამოდიოდა მარტო ლენინისთვის იბეჭდებოდა და მარტო ლენინს საკითხებდნენ ამ პრავდას რომ ყველაფერი კარგადაა გეგმები ასე ისრულდება და მკითხულობდა ის საწყალი კაცი და ჯეროდა ეს მარტო ერთი ეგზემპლარი გამოდიოდა აი დაახლოებით ასეთ დღეში ყავს ჩაყენებული ქართულ ოცნებას მთელი თავისი ელექტორატი რომ აყურებინებენ მარტო იმედს თელ ქვეყანაზე ხდება რაღაცა სხვა ცხოვრება არის საქართველოს გარდა სხვა ამათ ჯერათ რომ ესე იგი საფრანგეთში არის გაჭირვება ფასები არის ესე იგი უფრო ძვირი და უფრო უარესი ცხოვრება გერმანია წალეკა საერთოდ ესე იგი გვალვამ ყველგან კრიზისია და საქართველოს ყვავის და ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება ეს არის ტვ1-ის მონაჭორი და ეს თუნდა ეწოდებოდეთ თავიანთი თავი ასევე მინდა კითხოთ როგორ ფიქრობთ ეს თემა რაიმეს გადაფარვად გამოდგებოდა მე მოვისმინე რამოდენიმე მოსაზრება კონსპირაციული რომ ეს თავად რაღაც ივანიშვილის შემოგდებული თემა არის. არა, აქ არის ჩემი აზრით ისეთი ვნებები და დრამები, რომელიც შეუძლებელია რომ იყოს დადგმული, ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან სასოწარკვეთა დარწმუნებული ვარ რომ სანამ ის ამ წერილს გაავრცელებდა, მან თავისი ადვოკატების და კიდე ბევრი შუამავლების თუ ყოფილი მეგობრების საშუალებით ვის დარჩა, ძალიან ბევრჯერ წერილის გარეშე არაფორმალური კომუნიკაციის საშუალებით მიმართა ივანიშვილს. და ის უბრალოდ ფეხებზე დაიკიდეს და ეს გახდა მხოლოდ და მხოლოდ სასოწარკვეთა, რის გამოც მაინც ნაბიჯი გადადგა. და პოლიტიკურად მე ვფიქრობ რომ უბრალოდ მომწიფდა ყველა ხელისუფლებას აქვს თავისი კარმა, როდესაც არის აი ეს დიდი ბინძური დანაშაულობების სამყარო, ну შეიძლება ერთი დამალო, ორი დამალო, მესამე გააყალბო, სადღაც უნდა გასკდეს. ოქრუაშვილიც იყო ეს კარმა, რომელიც დაუბრუნდა წინა ხელისუფლებას და ღარიბაშვილის ამბავიც დიდი იმედი მაქვს და მასაც მინდა მივმართო ხა არ ვიცი ტელევიზორი აქვს თუ არა, მაგრამ შეიძლება მე მაქვს ეჭვი რომ ჩვენ გვეყურებს, იმიტომ რომ იმედზე არ შუქდება მე მინდა უთხრა ირაკლის რომ მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მასზე მის პოლიტიკურ მოღვაწეობაზე, რა თქმა უნდა, დადებითი მოსაზრება არ ქონია, ეხლა მისთვის არის ისტორიული მომენტი. შენთან მოვა ირაკლი ბევრი ადვოკატი, ბევრი მრჩეველი, რომელიც გეტყვის, რომ ეხლა გაჩუმდი, ეხლა ბიძინა არ გააბრაზო და აი რაღაცა მერე ყველაფერი დაალაგდება. მაგრამ ეგ ნიშნავს იმას, რომ აი როგორც გექცევიან იატაკის სტილოსავით, მოგექცევიან ისე ვისე და არა მარტო ქართული ოცნება, არც არ გექნება შენ ხალხთან მოსასვლელი პირი და შენ თუ გააკეთებ იმას, რაც გააკეთა ირაკლი ოქროშვილმა 2007 წელს, არ ვიცი ხა გადახაზავს თუ არ გადახაზავს ეს შენს წარსულ საქმიანობას, მაგრამ შენ გექნება მინიმუმ ერთი დიდი ქულა ჩაწერილი ქართველი ხალხის და
ქართული სახელმწიფოს წინაშე, რომ აი ამ ურჩხულისგან გათავისუფლებაში გაქვს მონაწილეობა მიღებული და ციხიდან როცა გამოხვალ, ნამდვილად გექნება შენს ხალხთან და თუნდაც შენს ოჯახთან მისასვლელი. კიდევ დაუჯერებელია რომ გისმენთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილზე ვსაუბრობთ, რომ მან შეიძლება რაღაც ტიპის როლი ითამაშოს, როგორც თქვენ ამბობთ, ურჩხულისგან გათავისუფლების საქმეში. ვიკა, მე ვარ იმ პროცესების მონაწილე, ოქროაშვილსაც ვაკრიტიკებდი 3 წელი პარლამენტში ყოველ დღე. ვაკრიტიკებდი რბილი სიტყვა არის, ესე იგი, რასაც ქვია, რა შეიძლება გიგახსოვდეს 2004-დან 2007-მდე, მაგრამ მოდი დაუნახავები თუ არ ვიქნებით და ისტორიას სწორად აღწერთ, სააკაშვილის რეჟიმის ჩამოშლა დაიწყო არა ჩემი, არა კობო დავითაშვილის, არა ვიღაც, რა ვიცი, სხვები ვინც ვიყავით პარლამენტარები, ჩვენი გამოსვლებით იმდენად. ყველაზე ჩვენზე უფრო მეტი წვლილი იყო ოქროაშვილის ჩვენებიდან. ნუ ასეა მოწყობილი ამ ავტორიტარული რეჟიმების შიდა სტრუქტურა. ავტორიტარული რეჟიმები უნდა დაირღვეს შიდა, ასე ვთქვათ, რღვევების შედეგად და ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ეხა ყურადღების გადატანა იმაზე იქნება მაგისი დრო ღარიბაშვილსაც თავისი მოვთხოვოთ. ეხლა მას აქვს ფუნქცია, ეხლა მას აქვს შანსი, რომ აი საქართველოს ისტორიაში ითამაშოს დიდი როლი და ამ მოურჩენელი ჭირის და ამ მეტასტაზის მოკვეთაში მიიღოს თავისი ძალიან სერიოზული როლი. და ეს პროცესი აზიანებს ქართულ ოცნებას, სად აზიანებს გუნდის შიგნით, ამომრჩევლის თვალში. აი მინდა რომ თქვენ კარგად იცით მაინც რაღაცა. როგორ არ აზიანებს, ვიკა, მეც და შენ ყავს დარწმუნებული ყავს, გვართ საერთო სანაცნობოც ბევრი ყავს აგერ სამეგრელოში და არიან ეგეთი ქოცმომხრეები, რომლებიც არ არის ცუდი ადამიანი როგორც ასეთი, ნუ რაღაც ნაცები შიში აქვს, ნუ რაღაც სიტუაციაში ამბობს, რომ იყოს რა ეს, ნუ იმ ჯალათებს, ნაცებს ხო მაინც ეს ჯობია. ღარიბაშვილის დაპატიმრება და მისი სახლიდან 6 მილიონი დოლარის ამოღება, თუ როგორც იყო ესე მე ვნახე იხტიბარ გატეხილი და ცოტა წამხდარი ქოცები, რომელსაც როცა ამას ვეუბნებოდი, ხო, არ ვიცი, ეს როგორ გააკეთეს. იყო ეს. ამიტომაც ყოველთვის ახლა რაც არ უნდა თქვას, ეს მაგალითიც მომიყვანია, რომ ნოდარ მელაძის გადაცემაზე ყოველთვის ქონდა სათქმელი ქოც ელექტორატს, რომ კარგი რა ეს ახლა მელაძე ამბობს, გამიგე? ეხლა როდესაც ის რასაც მელაძე თურმე ამბობდა ამდენი წლის მანძილზე, პროკურატურამ 100-ჯერ მეტი დანაშაული დაადასტურა, ამით რა თქმა უნდა შიდა ლეგიტიმაციაც დაერღვათ და ოპოზიციის ნათქვამსაც მიეცა მეტი ლეგიტიმაცია. დღეს ვერავინ ვეღარ იტყვის საქართველოში, რომ ის რომ ჩვენი ხელისუფლება იხჩობა კორუფციის ჭაობში და ის რომ საქართველოს ისტორიაში დღეს ჩვენ გვყავს ყველაზე კორუმპირებული რეჟიმი, ეს არ არის ნოდარ მელაძის ან რომელიმე თავგადაკმული და მწარე ოპოზიციონერის განცხადება. ეს არის საქართველოს პროკურატურის ოფიციალური საბრალდებო დასკვნა. და ამას შედეგი ექნება, მე მაინტერესებს ის რაც ახლა ხდება ღარიბაშვილის თავს, ის რასაც ის აპირებს. მან თუ მხილებების სერია დაიწყო, ამას ექნება თუ არა რეალური შედეგი, როგორ შეიძლება ძალიან რეალური შედეგი იქნება, იმიტომ რომ შენი პოზიცია ვიცი პირადი, როგორი კრიტიკული ხარ დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ მინდა გითხრა, რომ შენც კი ვერ წარმოგიდგენია, აქ არ არის იმ დანაშაულებებზე და არჩევნების გაყალბებაზე და რაღაც ტენდერების შეჭმაზე მარტო საუბარი. ოქროაშვილი დაიჭირეს, იმიტომ რომ მტკივნეული იყო ის, იმიტომ რომ თქვა ისეთი რაღაცა, რაც ჩვენ ოპოზიციამ არ უწოდით, მაგალითად, რომ სააკაშვილმა დაუკვეთა ბადრი პატრაკაშვილის აფეთქება და ბევრი სხვა რაღაცაც იყო. არის ბევრი გაუხსნელი საქმე ჩადენილი ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, რომელსაც ახლა მეც რო ვთქვა, ბრალს წამიყენებენ, იმიტომ რომ მტკიცებულება არ აქვს. მაგრამ ღარიბაშვილს შეუძლია რომ ამის შესახებ განაცხადოს. კვლელობები, რომელიც ჩვენ შემოგვასახეს როგორც უბედური შემთხვევა. და ბევრი სხვა ისეთი დანაშაული, მათ შორის ურთიერთობა ოკუპანტ სახელმწიფოსთან, ამ თანამშრომლობის ურთიერთობის პირობები, გარეჯის გაყიდვის წინაპირობები, ესეც მინდა ვთქვა. რომლის სახე იყო ღარიბაშვილი? იყო სახე იყო, მაგრამ ის ხო ფლობს ინფორმაციას. რა მოლაპარაკებები იყო ალიევის რეჟიმთან. ხადი ეს არ იქნებოდა გადაწყვეტილება. მე შემიძლია ვთქვა როგორც პოლიტიკოსმა, რომ რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილმა გარეჯი დაუთმო ილხამ ალიევს, მაგრამ მე იმ შეხვედრაზე არ ვждარ ვარ და რა პირობებით დაუთმო, ეს იცის $1000 დაუთმო, $1,000,000 თუ $10,000,000 და ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია ამჩვენების მიცემა. იცით რა მაინტერესებს? გეორგიევსკის ტრაქტატზე მინდა გკითხოთ, ცოტა დრო გვაქვს, ამიტომ მინდა აუცილებლად შევეხო ამ თემას. რას ნიშნავდა ეს ბრიფინგი, რომელიც ქართული ოცნების განმოვისმინეთ, ქართულ ოცნებას ვახსენებ, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ კობახიძის, ასე ვთქვათ, ნარატივი, სხვადასხვა პარტიული წევრები გამოდიან და მუდმივად საუბრობენ რაღაცა ტრაქტატის გაცოცხლებას ახდენენ და ეს პარალელურად ხდება რუსულ ნარატივთან, პარალელურად, იმიტომ რომ თუ გადავხედავთ, ასე ვთქვათ, რუსულ პროპაგანდას, ნახავთ, რომ იქაც მსგავსი ტიპის დისკურსი არის ტრაქტატთან
თემასთან დაკავშირებით ხომ არ არის ეს მზადება რაღაცა დიდი დამაზიანებელი საბედისწერო პროცესისთვის თქვენთვის? კი, სავარაუდოდ ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემზადება, რომ ის რაც დაუშვათ 2-3 ან 5 წლის წინ იყო კატეგორიულად მიუღებელი საზოგადოებისთვის გახადონ ცოტა უფრო მისაღები და დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც 2019-ში იყო, ხო, კობახიძის აი ასეთი თავქარიანი ქმედებებს მოყვა გავრილოვის ღამე და ნახევარი მთავრობის გადადგომა. დიდი იმედი მაქვს, რომ ირაკლი ყობახიძე საერთოდ არის ოპოზიციის ყველაზე საიმედო მოკავშირე, რომ დიდი იმედი მაქვს, რომ ის ეხლაც თავისი აი ამ ბრიყული განცხადებებით მიაღწევს იმას, რაც ვერ გააკეთა ვერც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ და ისევ დადგება 100.000 კაცი ქუჩაში. რუსეთთან ურთიერთობებზე მინდა ძალიან მოკლედ თქვა, ვიცი რომ დროში შეზღუდული ვართ. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ხარს უჭერო ეს ურთიერთობები თუ მოგვარდება დიპლომატიურად და პრაგმატულად და არა რაღაცა ემოციებიდან გამომდინარე. პრაგმატულად მოგვარება ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველოს გადადგავს და შეიძლება ჰიპოთეტურად გადადგოს რაღაცა ნაბიჯი რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებისკენ, ჩვენ უნდა ვხედავდეთ რა არის ის ნაბიჯი, რომელსაც დგამს რუსეთი. ჩვენ მსგავსი ნაბიჯი 2012-ის შემდგომ არ გვინახია, 14 წელი გავიდა, ხო? 14 წელი არის ჩვენ არათუ დეოკუპაციაზე ეხა გასაგებია, რომ დეოკუპაციის ნიშნები არ არის. ჰუმანიტარული მიმართულებით არ გვინახია რაღაცა ნიშნები. ბენზინი გაგზავნა. არ არის თქვენთვის ჰუმანიტარული დახმარება. მე და შენ ახლოს არის ჩვენი სოფელი იმასთან, რა ქვია, საოკუპაციო ხაზთან და გალში ყავთ პრაქტიკულად იმ პირობებში ჩვენი ქართული მოსახლეობა, როგორც მე-19 საუკუნეში ყავდათ შავკანიანი მონები ამერიკის შეერთებულ შტატებში. აი რაღაცა ხომ უნდა დავინახოთ, რომ იმ ბავშვებს ქართული დედაენა მაინც ჩაუტანეს. იმისათვის, რომ გამოდის აქ და ყობახიძე საუბრობს გეორგიევსკის ტრაქტატზე. წაიკითხოს გეორგიევსკის ტრაქტატში ქაღალდზე ბევრი რამე ეწერა რავალდებულებებსაც რუსეთი იღებდა და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ეს ამ პირობებში მე არ ვიცი ღმერთმა ქნას თუ რაღაცა ისეთი არის, რომ კარგი არის და გვიმალავენ, ხო კაი, მაგრამ ყველა ხვდებით, რომ ეს არ არის. ამ პირობებით, რუსეთის პირობებით და რუსეთი ამბობს, რაც არის მოლაპარაკების პირობები. ყობახიძისგან განსხვავებით, რუსეთი ხელს არ ახარებს. ის ამბობს, რომ მოაწერეთ ხელი აფხაზეთთან და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთთან ხელშეკრულებას ხელი, რომ მათ აღიარებთ და თავს არ დაესხმით და დაარეგულირებთ ურთიერთობას და ჩვენ აღვადგინოთ დიპლომატიური. ამ პირობებით დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ურთიერთობა რუსეთთან ეს იქნება სახელმწიფოს თუმცა გეორგიევსკის ტრაქტატი არის ალბათ ყველაზე კაფეო მაგალითი იმისა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ისე მთავრდება, როგორც ტრაქტატის შემდეგ მოხდა პრინციპში და ამიტომ ამ ნაწილში იმედი მაინც ქონდა, რომ ის ტრაქტატი შესრულდებოდა და დღეს ჩვენ პირობებსაც, აი რა პირობებს გვეუბნებიან. რატო უნდა მოვაწეროთ ხელი გეორგიევსკის ტრაქტატს? ირაკლი ყობახიძის დღევანდელი განცხადება არის სახელმწიფო ღალატი. რაღაცა ხომ უნდა ითქვას, რომ აი რუსეთი შეგვპირდა 10,000 დევნილს დააბრუნებს. არ ვიცი, რაღაცა ჰიპოთეტურად. არაფრის ფასად რუსეთისთვის თავის დახრა და რაც გავრილოს გაუკეთეს, რომ ჩასვეს გამსახურდია სავარძელში და მე წითელ იმას რა ქვია ღვინოს ბაკლით უჭახუნებდა ყობახიძე. ერთხელ გადარჩა თანამდებობის დაკარგვით და აი მეორეჯერ შეიძლება კიდე სხვა რაღაცა. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი, დაგემშვიდობებით, გიორგი ბუტიკაშვილი შემოგვიერთდება